წარსულისა და მომავლის ზღვარზე მდგომი ემიგრანტები, ახალი კულტურა, ახალი ადამიანები, ყველა მოლოდინს შიში და სევდა ახლავს. იმ ადამიანების განსხვავებულ ისტორიებზე მოგიყვებით, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ, მონატრებისა და სიშორის განცდა. გაგაცნობთ შვილებსა და მშობლებს, რომლებიც კილომეტრებს ებრძვიან, უსაზღვრო სევდას უმკლავდებიან და ყველაფრის მიუხედავად ცდილობენ ერთმანეთის მხარდაჭერა და პატივისცემა არ დაკარგონ. ეს ნინოა 15 წლის, პატარა იყო, როცა მამა საზღვარგარეთ წავიდა. ეს მისთვის დიდ გამოცდილებად იქცა. ნინო იმ რთულ პერიოდზე გვიყვება, რომელსაც დედასთან და ძმასთან ერთად გადის. წარმოშობით ვარ მეგრელი და უკვე 10 წელზე მეტია ვცხოვრობ ბათუმში. რაც შეეხება მამას, ვიყავი დაახლოებით 12-11 წლის, როცა წავიდა. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ იმას, რომ ძირითადად მამაჩემი ყოველთვის არის ქალაქ გარეთ, იმიტომ რომ მუშაობს. ეხლა უკვე ახერხებს ჩამოსვლას და ამის გამო, რავი, ისე დათრგუნული აღარ ვარ, იმიტომ შემილია რომ ვნახო და ის გრძნობა განვიცადო, რასაც ადრე. ძალიან რთულია, რომ ხედავ როგორ ეხუტებიან მამები შვილებს, მაგრამ ვიცი, რომ ის ჩემთვის არის იქ წასული და ჩემთვის აკეთებს იმას, რასაც დღეს აკეთებს. წლების შემდეგ თავადაც გახდა ემიგრანტი. მამასთან საფრანგეთში წავიდა. ამ გადაწყვეტილებამ მეგობრებს დააშორა, თუმცა მამასთან ყოფნის სურვილი ვერაფერმა გადაფარა. ყოველთვის იყო ფრაზები, რომ შეეჩვევი, აღარ მოგინდება, შეეჩვევი და ყოველთვის ვიყავი კატასტროფულად წინააღმდეგი, მაგრამ დროის მერე უკვე საფრანგეთში რო წავედი და იქ რო უკვე სკოლაში სიარული დავიწყე, შევეგუები. ბევრი რამ ვისწავლე, ესე რომ ვთქვათ და რთული იყო, მაგრამ გადასალახი. მყავდა ოჯახი, რაც მთავარია ჩემთვის გვერდში. მამაჩემს იმას ვეთყობი, რომ ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი. ის, რასაც ის ჩემთვის აკეთებს, ვისურვებდი, რომ 20 მაგად და 100 მაგად უფრო მეტი დამებრუნებინოს მისთვის. ეს მარიამია, 24 წლის, 17 წლის იყო, როცა დედა იტალიაში წავიდა. მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო. პროტესტი ჰქონდა, მაგრამ იძულებული გახდა შეგუებოდა დედისგან შორს ყოფნას. დედა არის იტალიაში, მილანში. უვლის მოხუც ფინანსურად გვიჭირდა ძალიან, სახლი გავყიდეთ, მე რაღაც ვალები და მოუწია რომ წასულიყო. მართლა არ გვინდა იმათი გამოგზავნილი ფული. ან მესმის რომ საჭიროა, მაგრამ ყოველთვის გურჩევნია რომ ჩვენ გვერდით იყვნენ, იმიტომ რომ რამდენი და 7 თუ 6 დაბადების დღე მქონდა და სულ მიგზავნიდა ფულს რომ გადამეხადა და კარგად ყოფილიყავი და ბედნიერი ყოფილიყავი, მაგრამ ეგ დანაკლისი სულ მქონდა და დღემდება. თავიდან მქონდა რაღაც დანაშაულის გრძნობა. რომ თითქოს აი რაღაცა უნდა გამეკეთებინა მეც და უნდა მემუშავა ძალიან ბევრი. ის იქ არის, აკეთებს ისეთ რაღაცას, რის იკეთებაც არ უნდა და აკეთებს ჩვენ გამო. ფინანსურად ჯერ კიდე არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩამოვიდეს. თან მეც სტუდენტი ვარ, ჩემი ძმაც სტუდენტია და სახლიც არ გვაქვს. უფრო ელოდება მაგას დედა, რომ შევიძინოთ სახლი და ჭერი ვქონდეს თავზე. როგორც წასვლის დღიდან ველოდებოდი, ახლაც ეგრე ველოდები, რომ დაბრუნდება და ჩამოვა. მარიამი თეატრის პატარა სცენაზე იდგა, თავის როლზე ფიქრობდა. სინამდვილეში ეს როლი მისი ერთი რიგითი დღე იყო. ითამაშა ის, რაც მის ცხოვრებაში დღესაც ხდება. სპექტაკლშიც დედას ელაპარაკება, ხმაში უსაზღვრო სიყვარული და მონატრება ისმოდა. სახეს მჟუტავი ლამპის შუქი უნათებდა, ცრემლები კი იატაკს ასველებდა. სათხარ დედა, გეძებ და ვერ პოულობ, აქ ხარ, ჩემს გულში ხარ, ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ ვერ პოულობ. რატომ შემატოვე დედა ეს ხალხი გასაცვლელად, რატომ? რომ წახვედი, მაგიტომ აღარ გიყვარვარ, მაგიტომ, აქ რომ ვერ მოგიარე და ვერ მოგეფერე, მაგიტომ, არ დამტოვო დე, გეხვეწები, არ დამტოვო. ოღონდ შენ ჩამოდი დედა და არ გადაგიყვარდე დე, არ გადაგიყვარდე, გესმის ჩემი დედა, არ გადაგიყვარდე დე, შენთან მომდივარ დე, მომდივარ შენთან და მენატრები და არ ვიცი, მონატრებაც აღარ ვიყავს უკვე დედა, უარესია ეს გრძნობა დედა, მონატრება იყოს დედა, რატომ შემატოვე დედა ესენი, რატომ ხო ხედავ, მეც გავიქეცი დედა და მეგონა ჩემთვის გავიქეცი და თურმე შენთვის გავხსეუვარ დე, რომ მეგრძნო შენი თავი დედა, ძლიერი ვარ დე, მე ძალიან ძლიერი ვარ, ფეხზე ვგავარ დე, ლახად ვარ დე და თავისუფლად, მაგრამ უშენოდ დე, უშენოდ! მარიამმა მონოლოგი დაასრულა. სევდა ყველას გადასწრდა. სცენაზე იდგა და იცოდა, რომ დედასთან ასე საუბარი კიდევ დიდხანს მოუწევდა. ქვეყნისა და ოჯახის დატოვებაზე გადაწყვეტილების მიღება მარიამის დედას ძალიან გაუჭირდა. რთული დღეების გადალახვა უწევს, მაგრამ შვილთან შეხვედრის იმედით ყველაფერს უმკლავდება. ამას წინ უძღოდა რამდენიმე წლიანი ფიქრი და ასევე მცდელობა, რომ რეალობის წინაშე არ დამდგარიყავი, თუმცა ეს არ გამომივიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდი ერთ-ერთ წარმატებულ ფარმაცევტულ კომპანიაში. ეკრანს მიღმა ორივე მხარე კარგად ვახერხებდით და გვემალა ჩვენი ტკივილები არ გველაპარაკა პრობლემებზე. მოვხდი იტალიაში. პირველად მოვხდი სამხრეთის ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ სალერნოში, სადაც უთბილესი ხალხი ცხოვრობს. ერთი წლის შემდეგ გადმოვედი მილანში და დღემდე უკვე მე-7 წელი დაიწყო ახლა რაც ამ ოჯახში ვმუშაობ. ჩემი პრიორიტეტი და უმთავრესი მიზანი იყო ჩემი შვილების განათლების მიღება და როგორც კი ისინი დაამთავრებენ ინსტიტუტს, მე ალბათ დავიწყებ ფიქრს უკვე დაბრუნებაზე. მაკა 23 წლისა, რაც თავი ახსოვს მამას საზღვარგარეთაა. პერიოდულად ჩამოდიოდა, მაგრამ ბოლო შეხვედრიდან წლები გავიდა. მაკამ იცის, რატომ არ არის ოჯახი ერთად. უკვე ისიც კარგად იცის, რომ საკუთარ ქვეყანაში ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ღირსეულად ცხოვრებას. თუმცა უჭირს დედის ყურება, რომელსაც ცხოვრება მძიმე ტვირთად დააწვა. თავიდან იყო ჯარის მივლინებებით წასული, ჯარში მსახურობდა მამა ჩემი და მთელი ბავშვობა ხან კოსოვოში იყო, ხან გერმანიაში და მთელი ბავშვობა ვიცოდი, რომ მამა სახლში არ იყო. მე უკვე რომ წამოვიზარდეთ, გაჩნდა ოჯახში ფინანსური პრობლემები და მამა გადაწყვიტა უკვე სამსახურის გამოწასულიყო. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა შვილებს გაგვიჭირდა მამის გარეშე ცხოვრება, გაზრდა, ყველაზე მეტად მიჭირდა დედაჩემის ყურება. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც ძალიან მინდა რომ მამა ჩემი იყოს ჩვენს გვერდით და ერთადერთი, რასაც ვეტყოდი, ალბათ ის არის, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მშობლების გვერდით ყოფნა. ჩემი აზრით, ჯობს ერთად იყოს ოჯახი, ერთად იწვალონ, ერთად იშრომონ და მაინც ერთმანეთის გვერდით გაატარონ დრო, ვიდრე ოდნავ უკეთესად ფინანსურად გულისხმობ და ცალ-ცალკე. მაკა გერმანიაში სტუდენტური დასაქმებით აღმოჩნდა. ის პერიოდი მძიმე მოგონებად რჩება. ახლა სამშობლოშია და იმედი აქვს, რომ მამაც მალე დაბრუნდება. მთელი ყოფნის პერიოდში ვფიქრობდი ჩემს ბებოზე და ბაბუზე, რომლებიც უკვე ასაკში არიან და არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ ვაი და მათ რამე ეხლა დაემართოთ საკუთარ თავს როგორ შეიძლება ეს ვაპატიო, რომ მე ეხლა მათ გვერდით არ ვარ. და ეს ვაი მეამეტირა. არ და მართლა ეგრე. ოდესმე ისე წავიდეს, მხოლოდ ჩვენი არა, ყველა ადამიანის საქმე, რომ აღარასდროს არავის არ დასჭირდეს შვილების დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა. პირველ რიგში ამას ვუსურებ ჩემს თავს, მამა ჩემს და მე რა თქმა უნდა სხვა დანარჩენს. და მაინც, რატომ მიდის უამრავი ადამიანი ემიგრაციაში? საინტერესოა კობა ბახტურიძის პასუხი. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. პირველი ნაბიჯები რთული იყო. ენასთან და კულტურასთან ადაპტაცია დიდ გამოწვევად ექცა. საქართველოში დატოვა ყველა და ყველაფერი. მეუღლე და 3 გოგონა. ემიგრაციაში ვიმყოფები დაახლოებით 2 წელიწადნახევარია. ერთი შეხედვით ეს თითქოს არ არის დიდი დრო, მაგრამ აქ იმდენად სწრაფად გადის დრო, რომ და იმდენად ასწრებ დღის განმავლობაში, რომ შეიძლება ითქვას ეს მთელი ეპოქა, მთელი ხანა. სრულიად სხვა სურათია სინამდვილეში, ვიდრე შეიძლება იყოს შორიდან დანახული და რაც არ უნდა დაზვერილი ქონდეთ აქ სიტუაცია და წინასწარ გარკვეული, იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ზუსტად იმას იღებს აქ, რა მოლოდინებიც ქონდა. ბოლო კაპიკებს ამოვიღებ საქართველოს ვაგზავნით. აქ ერთადერთი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ჯანზე ხარ და რა შეგიძლია. რას თავაზობ აქაურ ბაზარს, როგორც დასაქმებული და ფაქტობრივად ხარ ნული და იწყებ თავიდან ყველაფერს. ერთგვარი გამოწვევაც არის, საინტერესოც არის და მე მგონია რომ სწორია ჩვენი მენტალიტეტი და არ აქვს მნიშვნელობა შვილების უწოვნები არიან თუ არ არიან, თუ კი შეგიძლია რომ სიკეთე მოუტანო შენ ოჯახს, სადაც ამას შეიძლება იქ უნდა იყო. და თუ კი ამისთვის დაგჭირდება რომ რა ვიცი შენ პატარა ომში შეხვიდე რაღაც შენი გაიღო და დათმო უნდა გააკეთო. ყოველი დღე განსხვავებულია, რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებს. ერთი დღე აუზების წმენდით იწყება, მეორე დღე სამღებრო სამუშაოებზე გასვლით და ასე გრძელდება დაუსრულებლად. სევდა დიდია, საყვარელ ადამიანებთან განშორების სევდა. ყველაზე მძიმე იმის გააზრება, რომ მათი თავიდან გაცნობა მოუწევს წლების შემდეგ, როცა დაბრუნდება. ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. უკეთესი მომავლის ძიებაში საქართველოს მოქალაქებს რთული და გამოწვევებით სავსე გზის გავლა უწევთ. გზის,
რომელიც ზოგჯერ სიცოცხლის ფასად უჯდებათ. უმუშევრობა, ინფლაცია, გაზრდილი ფასები, დაუცველობის განცდა და ბუნდოვანი მომავალი. ემიგრაციის ძირითად მიზეზებად ეს ფაქტორები სახელდება. ბოლო 10 წელიწადში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს ქვეყანა 170,480 მოქალაქემ დატოვა.